კახა შავგულიძესთან ვართ და უნდა უთხრათ რომ ველოდებით. ტელეფონზე ვერ ურეკა, ვერ თქვენ შენობაშია მოახსენეთ თვითონ ადი რომ ველოდები. მოგესალმებით, გალბატონო ეგა პატიცემულ ოპერატორი. თუ ისევ არ გაიმეორებთ რომ მუშაობაში ხელს გვიშლით და არ გვაცლით მუშაობას, რამდენიმე კითხვას დაგისვათ თუ შეიძლება გალბატონო ეგა. როგორც წესი, ისევ ჩვეული რითმით არ გვაქცევ ყურადღებას და არ გვცემ პასუხებს კითხვაზე. ისევ დაგავალეს რომ არ გაცეთ ამ ხალხს კითხვაზე პასუხია თუ რა ხდება რა. რატო არ გვცემ კითხვებზე პასუხს გალბატონო ეგა. თუ უფრო გაართულდა და დაიძაბა თქვენი მდგომარეობა ქართულ ოცნებასთან და ქართულ ოცნებაში რომ და გითხრეს რომ არანაირ კითხვაზე პასუხი არ გასცეთ. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? თუ ესეც დაწერილი სცენარის ნაწილი არის გალბატონო ეგა, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? გალბატონო ეგა, რამდენ ხაზი უნდა იყოთ ესე რომ პასუხი არ გავცეთ კითხვაზე. სანამ რამდენჯერაც გეტყვიან ხმა არ ამოიღო და არ გასცეთო, იმდენ ხანს ესე იქნებით რომ როგორ იქნება. მეორე დაცვის სამსახური გავუშვით რომ შავგულიძე ჩამოვიდეს დაბლა. ვიდრე შავგულიძე ჩამოვბრძანდება და ინტერვიუს აიღებთ, მანამდე ჩვენს კითხვას ძალიან ხშირად უპასუხეთ თუ შეიძლება რამდენიმე კითხვაზე გაგონოს ნიშანია და ასე უპასუხეთ ყველაფერზე. ანუ თქვენი ოპერატორებს ხო არა აქვს დავალებული აი კითხვაზე ამისი თქვენ ინტერვიუზე პასუხის გაცემა რომ დააპირებს მოკიდეს ხელი და მაშინ რომ მანქანაში ძალისმიერი მეთოდით ჩავსეს და დავალებული აქვს ქართული ოცნებიდან რომ არ ალაპარაკოს ხალბატონი ისედაც ძალიან ბევრი თამამი განცხადებები დააკეთა და ჩვენი საერთაშორისო დახმარება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჩვენს მიერ და ეს ნაწილია იმისა რასაც გავალება ქართული ოცნებიდან ხალბატონი კარგი, მიგაიჭამ თუ ჩემს ნერვიულობით შეგიძლიათ გვითხრათ გალაგებულად, დაწმარებულად ისევ გაგვირკითხარ, ისევ უპასუხოთ, დავარაგოთ ეხლა მანქანაში უნდა დაჯდეთ. აი ცოტა ხანი ალბათ კიდე 1-2 წუთი და შემდეგ თქვენი ოპერატორი გამოგზავნდება მანქანიდან, რაც თქვენი ოპერატორი ძალისმიერი მეთოდით ჩაგსვამთ მანქანაში. ალბათომ ეგა. როგორ ცნობილია? როგორ ჩვენთვის ცნობილია, თქვენ პრობლემები შეგექმნათ და ანუ რაიმე კითხვაზე პასუხი რო გავცეთ, უფრო მალე დაჩქარდება ჩვენი დასვლა ქართული ოცნებიდან თუ რა ხდება, რა ხდება ამასთან დაკავშირებით. შეიძლება ორიოდეს ამ კითხვასთან დაკავშირებით, რას გვეტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით? არ ვიცი, ნიშტავს იმასწროს ყველაფერი სიმართლეა, რასაც უნდა იმედით. ანუ ადასტურეთ თქვენი დომილის რომ პრობლემები გაქვს ქართულ ოცნებაშიდან, ადასტურეთ. ანუ ადასტურეთ. ადასტურეთ, რომ გაქვს პრობლემები და რაიმე კითხვაზე პასუხი რომ გავცეთ. გამგონდება თქვენი სამსახურეობრივი საიდუმლო მოვალეობები, ასე ფიქრობ და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი რომ პროვოკაციებს მოხდა სულ ინფორმაციას გასწავლეთ. აი ჩვენ როდის შეგიშალეთ მუშაობაში ხელი, რატო ამასთან დაკავშირებით შეიძლება ორიოდესით პასუხი გავუწევთ. როდის შეგიშალეთ ჩვენ მუშაობაში ხელი, რომ ავცელებთან ხალხია მუშაობაში. აი მოსავსი ფაქტი საიდუმლო რომ აი თქვენი ნაბიჯი ოპერატორმა განიშნა საერთოდ გასულიყავით. ანუ ისი არის თქვენი საქმე მე რა კონტროლებ საერთოდ წახვიდეთ როგორ უნდა თქვა და გავყვებათ ოპერატორი განიშნეთ აქეთ წამოვიძანდით იქეთ წავიდეთ ახლა ალბათ მანქანაში წაგიყვან და ჩაგსვამთ თქვენ რა ჩაგვირდებით ახალი სცენარით მოქმედებს თქვენ და ახალი სცენარით მიდის თქვენი მუშაობის თქვენ რა სიტყვით რა ხდება რა არის რატო არ ვცემთ პასუხს ამ კითხვაზე ხო გვითხრათ სამი ორიოდეს ხო ამ ჩვენს კითხვასთან დაკავშირებით მართალია რომ ზეწოლად გადის თქვენივე ორგანიზაციის თქვენ რა სიტყვით რატო ანიშნეთ თქვენ გაქვთ დავალებული სინამდვილე საქციელების ნაბიჯი გააკეთოს და გადაიყვანოს კონკრეტულ ადგილებზე რომ რაიმე ისეთი არ თქვას რომ გაბატონო ეკაც გავსა თქვენც არ შეგიძლიათ არა პრობლემა რატო არის რატო არ საკამასთან დაკავშირებით პასუხი თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით გაგვეცეთ პასუხი ანუ არანაირი კომენტარი ეს ყველაფერი თანხმობის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და კონკრეტული კითხვა დაუსვით არ გაგვცა პასუხი და თქვენ ანიშნეთ რომ აქეთ წამოვბრძანდითო და რას გეტყვით ამასთან დაკავშირებით ძალიან თუ შეიძლება გაგვეცეთ პასუხი ანუ დავალებული გაქვთ თითოეული ნაბიჯი და თითოეული სიტყვა ქალბატონი ეკასი აკონტროლოთ თქვენ თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე ანუ იმდენად სუსტია თქვენი ჟურნალისტი რომ თქვენ მოგანდეს არ ამგონია თქვენ ისე ძლიერები იყოთ რომ კარგად აკეთოთ საქმე და გააკონტროლოთ მისი ნაბიჯი რას გეტყვით ამას? თქვენ გააკეთეთ კომენტარი და შეიძლება შეიცვალოს როლები და კამერა ქალბატონ ეკას გადააბარონ და თქვენ მიკროფონი ჩაგაბარონ. თქვენ გააკეთეთ კომენტარი ყოველივეზე. თქვენი დუმილით ადასტურებთ რომ რასაც გეუბნებით ეს არის სიმართლე? წაიყვანეთ, გინდათ რომ უთხრათ რომ მანქანაში წამოდი გავეცალოთ ამ ხალხსა და არა, პრობლემა. არ არის პრობლემა, ისედაც გეთხოვათ რომ წახვიდეთ, გაგვერიდოთ გინდათ მანქანაში დასხდეთ. და ამის თვას გერიდებათ, იმიტომ რომ ჩვენ დაგიფიქსირებთ ძალიან. უნდა კახა ჩამოვიდა. უნდა უპასუხოთ საზოგადოებისთვის. შეხვედრაზე, ხა, ვისელოდეთ. შეიძლება ამასთან დაკავშირებით გავხსენოთ ორიოდები.
ამასთან დაკავშირებით. ალბათ თქვენ რას გვეტყვით? ვერ მოიფიქრეთ პასუხი? დიდი წადით მანქანაში თქვენ ოპერატორია და კითხეთ იმას როგორ მოიქცერა პასუხი გავცეთ რომ იქნებ რაიმე ზარების ახორციელებს ქართული ოცნების წევრებთან და ახალი სცენარი არის თქვენთვის სამოქმედო ან ახალი სიტყვები დაარიგეთ რა უნდა გითხრათ და ამ ვიგაცილებთ თუ გინდა და კითხეთ იქნებ რაიმე გითხრათ მნიშვნელოვანი და ახალი შეიძლება რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით ალბათ შენობაში არ არის საკრებულოს ხტომაზე იყო კახა მემარჯვენეებიდან არის ვინმე კომენტარი ყველას ესაუბრები ჩვენს გარდა ალბათ მე გენდურით ალბათ ალბათონო ეკა ორი მხარე მედიის წარმომადგენლები ვარ და ჟურნალისტური ეთიკა მაინც მოვალდებულება და ითვალავშობოთ მაინც ეს ცოტა დახვეწილია შვილოს არ გვეძახეს და შეურაცხყოფს არ გვაყენებს. ამ ერთი ნაბიჯით გაიზარდა და წარმოვიდგინე ასეთ ინსტრუქციას გაითვალისწინეთ თქვენ შეჩევები და ამას გილოცავთ რომ სხვა რამესაც თუ გაითვალისწინებთ და კონკრეტულ კითხვაზე პასუხებს გავცემ ძალიან წაგადგეთ შეიძლება მაგრამ თქვენი ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია ქართულ ოცნებაში და სავარაუდოდ თვალეც ახლა. ისევ გაქცევა, ისევ უკომენტაროთ, ჩაჯდებით მანქანაში და წავიდეთ. ანუ ინფოცხას ქალბატონო ეკა როგორც ვიცით ქართული ოცნება აფინანსებს ხო ამასთან დაკავშირებით თქვენ რა გეტყვით პატიცემული თითოეული კითხვა. მე რას გვეტყვით იმასთან დაკავშირებით რომ ინფოცხას ქართული ოცნება აფინანსებს რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით გასაგებია უკვე დუმილით გაგვეცეთ. ანუ თქვენი დუმილით თქვენი გაქცევით ადასტურებთ